მეგობრებო, მე ჯონი ვარ, ქარმუერის საფუძნებელი და წარმომადგენელი ნიუ-ჯერსში. მოსულები ვართ კოპარდზე, ნიუ-ჯერს ტრენტონში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოკაციაა. ხშირად ვერ ვახერხებთ ხოლმე ვიდეოების დადებას, იმიტომ რომ დროის უქონლობის გამო ჩვენ ძირითადად გადართული ვართ ავტომობილების აყვანაზე, ესე ვთქვათ, მიყვანაზე საწყობში, საბუთების გამზადებაზე და ჩატვირთვაზე, მაგრამ შევეცდები რომ შევიდეთ და ჩვენი დილერებისთვის ბევრი საინტერესო ავტომობილი გაჩვენოთ თუ როგორ ხდება ეს პროცესი, ავტომობილის შემოყვანა, დასაწყობება და ასე შემდეგ, რა დროს ზიანდება კოპარდზე ავტომობილები და იმედი მაქვს რომ უფრო ესე ვთქვათ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ თქვენ საქმეში, თქვენ საქმიანობაში, ბიზნესში და საბოლოოდ ორივე მხარე მოგებული დავრჩებით. არა დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და წავედით. მეგობრებო, აუცილებელია როდესაც მძღოლი მოდის აქ გაკეთდეს ეპოინტმენტი, კოპარზე ისე მანქანას ვერ გამოიყვან ეპოინტმენტი, დაახლოებით ნიშნავს რომ რიგში უნდა ჩადგე და დაახლოებით 10-12 გააჩინა ლოკაციას საბოლოოებზე 5 მანქანის, 6 მანქანის გამოყვანის უფლება გვაქვს. ამიტომ როდესაც თქვენ ფულს იხდით ხოლმე აუქციონზე, ხშირად ვერ ახერხებენ ავტომობილის გამოყვანას აუქციონიდან, რადგან დაკავებულია მაგალითად ხუთშაბათ სიკეთეს და პარასკევს დაკავებულია უკვე დღე, შაბათი კვირა დაემთხვა, ორშაბათსაც დაკავებულია, ამიტომ იწელება დროში. აი ესე გამოიყურება მეგობრებო შესასვლელი. აპლიკაცია უნდა აირჩიოთ, შეავსოთ თქვენი ინფორმაცია, ჩადგეთ რიგში და დაელოდოთ. ეხლა ზუსტად ესე ველოდებით ჩვენ რიგს. საკმაოდ ამერიკაში ყველაფერი დროს მოითხოვს, ვერც რიგში წინ გადახტებით, ვერც გადმოხტებით. არც თქვენთვის არ იჩქარებენ, ამიტომ ყველაფერი ხდება მათ განსაზღვრულ დროში. აი ნახეთ შემოდის აი ესეთი ბაგრუშიკი, რომელსაც შემოყავს ავტომობილები და გაყავს გასაკუთრებით. მოვედით აი ესეთი ვესტი ჩავის უსაფრთხოებისთვის, რომ დაგვინახონ ეგრეთ წოდებულმა ბაგრუშიკებმა. ეხლა გაჩვენებთ რა ხდება. აი ეს არის ლოკაციები, შემოსული ახალი ავტომობილები, რომლებიც გადასამოწმებლად გადაყავთ, ანუ როდესაც სურათებს იღებენ, ნაწილები რო წინტრია, აწერენ ესე ვთქვათ ლოტის ნომრებს აძლევენ და აწერენ სხვა სახელებს, ითით შეგიძლიათ იდენტიფიცირება მოახდინოთ რა ჭირს ავტომობილს. აქეთ არის დიდი ავტომობილები დაწყვილებული და აქეთ არის კიდევ, აი ნახეთ მეგობრებო, აი ესე ასუფთავებენ ხოლმე მანქანებს, 8 სერია კლინი და შემდეგ უკვე უღებენ სურათებს და დებენ გასაყიდად. აი ეს სადაზღვევებით ხომ რომ გასუფთავდეს ეს ავტომობილი. მეგობრებო, საკმაოდ დიდი ლოკაციაა. აი ნახეთ. ეს ავტომობილები დალაგებული არის სხვადასხვა მხარეს, აი ეს როგორ მოყავთ ავტომობილები და დავათვალიერებთ საინტერესო ვარიანტებს, განვიხილავთ როგორც ბიუჯეტურ, ასევე ზვირიან ავტომობილებს და შევეცდები რომ თან აგიხსნათ თუ როგორ ხდება ამ ავტომობილების არჩევა და შერჩევა. რა თქმა უნდა, ფოტოები არ გვაძლევენ ბევრი ინფორმაციას, მაგრამ როდესაც ადამიანი გამოსტილია, ბევრი ავტომობილი ყავს ნაყიდი, მას შეუძლია რომ რისკები მინიმალურამდე შეამციროს. მაგალითად, ჩვენთან ყოველთვის გვაქვს დილერების ჯგუფი, სადაც მიდის ავტომობილების განხილვა, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი დილერი აპირებს, რომ თავის მომხმარებელს უყიროს ავტომობილი და წავიდეთ, დავიწყოთ. მეგობრებო, მინდა გაჩვენოთ ძალიან მაგარი GLS-ი, საქართველოში ძალიან უყვართ ეს ავტომობილები. და ნახოთ, ეს არის Verva Turbo AMG პაკეტი, აი ესე გამოიყურება საკმაოდ მაგარი დისკებით, ეგრეთ წოდებული ბადუშკებით, შავი სალონით, ძალიან უხდება შავი სალონი. ჩავსდეთ, ნახეთ, შიგნით როგორ გამოიყურება, ყიდის გეიკო, არის ორი ესე ვთქვათ ლუკით, ანუ მთლიანი პანორამით, უკან არის ნაწილები რაც დარჩა და ეხა მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, როდესაც თქვენ სურათებში ნახულობთ ხოლმე, აი იქით სადაც უღებენ, ესე ვთქვათ, სურათებს, ნახულობთ ხოლმე სურათებში, რომ ავტომობილის ნაწილები დაბლა უყრია, ამ ნაწილებს მე იღებენ და დებენ ავტომობილში, როგორც გაშვებთ. ეხლა ნახეთ, სად ზიანდება ავტომობილი. აი ნახეთ, როგორ არის უკანა, ესე ვთქვათ, ვინჩი საკიდი, ეხება ამ ავტომობილს და ხშირად ხდება, აი ნახეთ, ახაც ავტომობილები როგორ არის ჩალაგებული, დიდი ალბათობაა, რომ დაზიანდეს ავტომობილი და როდესაც მოვა ჩვენი მძღოლი, ჩაიბაროს დაზიანებული ავტომობილი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ და გვაქვს გაწერილი კონტრაქტში ყველა მძღოლთან, რომ უნდა გადაიღონ აყვანისას სურათები. თუ ავტომობილი ვთქვათ დაზიანებული ჩაიბარეს, ეს ნიშნავს რომ დაზიანდა კოპარდზე და ამაზეც ჩვენ ვართ პასუხობილი, რადგან ჩვენ ვაზრობთ აუქციონის ფოტოებიდან და არა პორტიდან ან აყვანის ფოტოებიდან.
ნუ რაც შეეხება ხამ ავტომობილს, ეს არის Geico სადაზღვეო, არ არის დილერი, უნდა ნახოთ ამისი Carfax-ი, დაზიანებულია თუ არა. აქამდე აქვს თუ არა შინახები რამე, როგორც ხედავ, არ არის შინახები. GLS 55 საკმაოდ მაგარი ავტომობილია. ნუ დასჭირდება წინა მხარე, ოპტიკა და რადიატორი. მეგობრებო, არ დაგავიწყოთ ჩვენი არხების გამოწერა TikTok-ზე და ასევე არ დაგავიწყეთ Telegram-ზე გვაქვს ძალიან მაგარი ჯგუფი, სადაც ვანთავსებთ ყოველდღიურად ძალიან მაგარ ავტომობილებს, დაუზიანებლებს ამერიკიდან, დაბალი პრაბეგით და მაღალი პრაბეგით, გარბენით და სადაც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და უამრავი ავტომობილი ნახოთ, შეაფასოთ და ასევე შეიძინოთ. ეს არის BMW მე-7 სერია, BMW მე-7 სერია, საკმაოდ მაგარი ავტომობილი, უმაღლესი კომპლექტაცია, მთლიანი პანორამით, წინა line control-ი, distronic-ით, 360 კამერები და ასე შემდეგ. ნახეთ როგორი დისკები აქვს. უკან დაუზიანებელია, თეთრი ფერის არის და ყველაზე მაგარი რაც არის, ეს არის ნუ მე-7 სერია არის S-კლასის კონკურენტი, ნახეთ როგორ გამოიყურება სავარძლების მახსოვრობა, ესეთი ძალიან მაგარი ეკრანი, სადაც ჩართავთ უამრავ ფუნქციას, მასაჟორებს და ასე შემდეგ. ნუ პლანშეტი, აქაც ეკრანი და ასევე იქითაც ეკრანი. ნახეთ Bowers Wilkinson-ის აუდიო სისტემა, სავარძლების მახსოვრობა და ნახეთ როგორ მოძრაობს სავარძლები. შეგიძლიათ ესეთი ფუნქცია წამოწვეთ, დაიძინოთ და ასე შემდეგ. თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ მოგწეროთ, ჩვენი დილერები დაგეხმარებიან, ეს ავტომობილი შეგიმოწმო, გადაამოწმო Carfax-ი, ნახონ ყიდის თუ არა დილერი, ნახო რა ჯდება ტრანსპორტირება, რა შეიძლება კონდეს რისკი, რა დაგიჟდეთ საქართველომდე და უსაფრთხოდ ჩამოგიყვანოთ ჩვენ. ჩვენ მაგერ პასუხისმგებლობას ავტომობილზე, როდესაც უკვე იყიდით, აყვანის, როდესაც უკვე იყიდით, აუქციონის ფოტოები. ნახეთ რა ხდება მეგობრებო, როდესაც იკარგება ხოლმე თქვენი ნაწილები, როგორ მდგომარეობაში არის, მანქანა ბამპერი მოძრა, ესე უგდიათ, გამოივლის ფაგრუში კი, გადაუვლის, გატეხავს და დაიკარგება. ამიტომ ესეთ მომენტში აუცილებლად განსასწრული გქონდეთ, დილერი ხართ თუ მოხმარებელი, რა შეიძლება მოყვეს ამ ნაწილს და ვინაგინეთ გავუხსნათ. მეგობრებო, ეს არის Audi A7, ვიცი რომ ძალიან ბევრი ხართ საქართველოში ამის ფანი, ძალიან ბევრი ოცნებაა და იმედია მალე შეძლებთ ყველა რომ იყიდოთ. აი ესე გამოიყურება ეს ლაინია. ნახეთ როგორი ლამაზი დისკები აქვს, სალონი შიგნით. ლუკით უკან შავი სალონი, რა თქმა უნდა, გაჩვენებთ. იყიდება ეს ავტომობილი აუქციონზე, მალე გამოვა, ეს არის ლოტი, შეგიძლიათ ნახოთ. იყიდება როგორც ვიცი, სადაზღვეო State Farm-ის მიერ, State Farm Insurance-ის მიერ და ესე ვთქვათ, გამოვა არანაირი დიდი დაზიანება არ გვაქვს, რადიატორები არის გაფუჭებული და შეგიძლიათ რომ შეიძინოთ, თუ დაგაინტერესდებათ, შეგვიძლია მოგმართოთ. ჩვენი დილერები დაგეხმარებიან, აგირჩევენ, შეგიმოწმებენ ისტორიას, რისკებს დაგითვლიან, ხარჯებს დაგითვლიან და უსაფრთხოდ ჩვენ ჩამოგიყვანთ საქართველოში. უკვე გამოჩნდა აუქციონებზე 2025 წლიანი ჯეტა, ნახეთ როგორ გამოიყურება, სრულიად ახალი ცხვირით არის, ახალი ბამპერით, ახალი ფარებით და როგორც ვიცი, მაღლა ეს ზარა, კაპოტიც ახალია. ფრთებზე ვერაფერს გეტყვით, საკმაოდ ლამაზი დისკებით არის, 18-იანი, სალონში ჩავიხედოთ, არის დაკეტილი არ ვიცი რატო, კარი, შევეცდები რომ გავაღოთ, უკან ესე გამოიყურება, უკან არის თლიანი, როგორც ახალ სტილს შეეფერება, როგორც BMW-ში, უკვე Mercedes-ში, თლიანი Lexus-ში გაერთიანებულია და 1.5 ძრავით არის, როგორც ვიცი. შევეცდები რომ გაჩვენოთ შიგნით, ბევრი არაფერი შეცვლილა, შეცვლილია წინა მხარე ვიზუალი და უკანა მხარე. თუ ამ მანქანის ყიდვას გადაწყვეტ, უნდა იცოდეთ, რომ ამის ნაწილები ჯერ საქართველოში არ იქნება და მოგიწევთ გამოიწევთ ჩინეთიდან ან დუბაიდან. უფრო ჩინეთიდან, რადგან დუბაის ჩადის ჩინეთიდან და უფრო იაფი დაგიჯდება. მეგობრებო, ესეც ახალი X3 M პაკეტი, საკმაოდ მაგარი ავტომობილია, გასაყიდად არის იდეალური, 2-დან 0 ძრავებით არის და ასევე 3-დან 0-ით. უნდა გასაზღვროთ თუ ვინ არის თქვენი კლიენტი, თუ კიდით მაგალითად რუსეთის ფედერაციაში, 2-დან 0 უფრო წამსვლელი ასევე ყაზახეთშიც იყიდება. უნდა გასაზღვროთ საშუალო ფასები და რაც წერია ვთქვათ, My Auto-ზე და
ავტოპაპაზე იმაზე დაახლოებით 20-25%-ით იაფი უნდა დაისვათ, რადგან იქ დაწერილი ფასებში არ იყიდება ავტომობილი. ნახოთ ეხლა ეს ავტომობილი ასე გამოიყურება, როგორც გითხარით, საკმაოდ ლამაზი LED ფარებით, პაკეტით, გვაქვს head-up-ი, გვაქვს 360 კამერები, უბრალოდ ერთი მომენტია, რომ გახსნილი არის airbag-ები და შეეცადეთ, რომ თუ იყიდეთ ესეთ ავტომობილს, იყიდოთ იაფი, რადგან თვალს დახუჭავენ შემდეგ უკვე თქვენი ყიდველები, კლიენტები, თუ საკმაოდ კარფაში შესთავაზოთ airbag-ებზე. თუ საბაზრო ფასი გაძღის იგივე შესთავაზოთ, ეს იქნება უკვე პრობლემა. ეხლა რამოდენიმე ავტომობილს გაჩვენებთ უცებ, ესეც ჩვენი Dodge Challenger-ი 2023 წლიანი, ხედავთ როგორ გამოიყურება, ესეც საქართველოში ახალგაზრდა მძღოლების ოცნებაა, ეს არის SRT, ყველა მიცის ეს კომპლექტაცია, ყველა მიცის ეს ლოგო, ვინც ამ ავტომობილს იცნობს. ნახეთ როგორ გამოიყურება შიგნით, ჩავსდეთ, ნახოთ, არის ძალიან მაგარი ავტომობილი, დავქოქოთ. ნახეთ როგორი ხმა, აი თუ გადმოიცემა სასწაულის ხმა ამ ავტომობილს, ესეც ნაწილი რომელიც არის შეფუთული და უსაფრთხოდ ჩამოვა საქართველოში. იმედია საქართველოში წამოვა, იყიდიან ქართველები და ესე ვთქვათ იulis საქართველოს გზებზე. ესეც C-კლასი, რომელიც ესე ვთქვათ საკმაოდ ხშირი არის საქართველოში, საკმაოდ მცირე დაზიანებით. ეხლა ვნახოთ ყიდის გეიკო, სადაზღვეო 2016 წლიანია, 300, ორიდანული ძრავით, საკმაოდ ესე ვთქვათ გამძლე ძრავები არის Mercedes-ში, შავი სალონით, პრემიუმ აუდიო სისტემით, მაღლა ლუქით და საკმაოდ კარგი ავტომობილით. ესეც Maybach-ი მეგობრებო, აუქციონზე ნახეთ უბრალოდ როგორ არის დამცირებული. წინა მხარეს მოტეხილი არის მთლიანი გიტარები, შეიძლება ყუმბარაც იყოს დაზიანებული, ძრავი გადარჩენილია, რადიატორები გადარჩენილია, ყველა ნაწილი აბსოლუტურად ჩალაგებული არის ავტომობილში და როგორც გითხარით, აი ესე გამოიყურება. კარეს ვერ ვაღებ, დაგებილია ეს ბამპერი თავისი არის მოხსნილი, ეს არის S580 და ალბათ გამოვა მალე აუქციონს დაკეტილია ალბათ, იმიტომ რომ ეს ნაწილები გავაღეთ, არავინ მოიპაროს. შიგნით ესე გამოიყურება, ნახეთ. შიგა მხარე, უკანა მხარე, ახალი ნაწილებიც კი ნაყიდი ნახე შეეცადები, რომ ეს ავტომობილი აღედგინათ და ესე ვთქვათ გაიკეთებინათ. ეს არის გასაღები, Maybach-ის გასაღები, საკმაოდ მაგარი ავტომობილია. ეს გოლფს თამაშობდა ამის პატრონი. ალბათ გოლფის ათამაშოთ დრო ყოველთვის ქონდა ამის პატრონს. ნახეთ უბრალოდ როგორი ავტომობილები აყენია აქ. ეს არის M3, Lexus IC, Maserati, საკმაოდ მაგარი ავტომობილები, საკმაოდ ესეთი ბრუტალური. უბრალოდ ამ ავტომობილს აქვს საკმაოდ დიდი დაზიანება, ძალიან ძვირი დაждდება ამ ავტომობილის აღდგენა, მაგრამ არის იდეალური ავტომობილი. აუცილებლად ამ ავტომობილების ყიდვისას უნდა გაითვალისწინოს ყველა რისკი, დაწყებული ძრავით, გადაცემათა კოლოფით და ხარჯებით. ყოველი დეტალი, აი ესეთი პლასმასებიც კი, პარკინგები ღირს საკმაოდ ძვირი დაახლოებით შეიძლება 150-200 დოლარზე და დიდი ალბათობაა რომ ავტობუსს ძრავით ჰქონდეს დაზიანებული. ამიტომ გაითვალისწინეთ ყველა დეტალი, ყველა ასპექტი, როდესაც ვიყავთ ავტომობილს. დაწყებული ამ რისკებიდან დამთავრებული რაზე იღებს კომპანია პასუხისმგებლობას და ესე ვთქვათ ბოლომდე იყავით დარწმუნებული თქვენ ჩადებული ინვესტიციაში. მეგობრებო, დავამთავრეთ ჩვენი ესე ვთქვათ ვიდეო, ჩვენი მოგზაურობა კოპარტის აუქციონზე. ესე ვთქვათ, იმედია საინტერესო გამოვიდა თქვენთვის, სასარგებლო იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროთი ხართ დაინტერესებული, ან უბრალოდ ავტომობილები გიყვართ, ან დილერები ხართ და ასე შემდეგ. გამოიწერეთ ჩვენი არხები, გამოიწერეთ ტელეგრამი, რომელიც მნიშვნელოვანია. ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ სადილერო ავტომობილებს
ისეთ ავტომობილებს, რომელსაც არავის ცდომა არ აქვს და შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ, გასაყიდათაც ძალიან მაგარი ვარიანტებია და ასევე დასატოვეთ. მალე ჩაიშვება ჩვენი Instagram ქართული არხი, სადაც შეგიძლიათ რომ გამოგვიწეროთ ასევე და საკმაოდ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ დედაობას. მე ვარ ჯონი პეტრიაშვილი, ჩვენ ვართ კარმოვერი, გადამზიდი ამერიკიდან.